Საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, როგორც უკვე გითხარით ანონსში და ალბათ მივხვდით ამ არაჩვეულებრივი მუსიკის ფონზე, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ არაჩვეულებრივ შესანიშნავ გამოჩენილ ქართულ კომპოზიტორზე, ბატონ გიორგი იგივე გოგი ცაბაძეზე, რომელსაც გასულ წელს ქონა საიუბილეო წელი, მას დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა და ბუნებრივია ეს თარიღი ვერ ჩაევლიდა განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე და სწორედ მის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა არაჩვეულებრივი პროექტი გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში. ვინაიდან ძალიან დიდი იყო გამოხმაურება ამ კონცერტის, ამ პროექტის, ამ სანახაობის მიმართ და სანახაობა სპეციალურად ვიძახით თუ რატომ ამას ჩვენ ცოტა ხანში გეტყვით. ცხადია გაჩნდა სურვილემ გამეორებულიყო და 7 თებერვალს ორი დღე მიყოლებით მიჯრით კიდევ ერთხელ განმეორდება თბილისის საკონცერტო დარბაზში ეს პროექტი და ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენს გადაცემაში, ჩვენი სტუმრები არიან ამ მუსიკალური პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ბატონი დავით მაზანაშვილი და დამდგმელი რეჟისორი თინათინ კორდაძე საღამოშვიდობისა მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა, მოგვიწიეთ, გამარჯობა. გოგი ცაბაძე ალბათ იცის ყველა, ალბათ კი არა დარწმუნებული იცის ყველა, მის სიმღერები იცის ყველა, ეს სახალხო კომპოზიტორი შეიძლება ვთქვა თეატრში, კინოში, ესტრადაზე და მე არც კი მეგულება მომღერალი, ანსამბლი, კვარტეტი, ტრიო, ერთი ან რამდენი მის სიმღერა არ ქონდეთ. მე მაინც შევახსენებ მსმენელს ჩვენს ძვირფას მოსახლეობას, რომ გოგი გიორგი ცაბაძე დაიბადა 1924 წლის 20 აგვისტოს და 1986 წელს 21 ნოემბერს გორში გარდაიცვალა. მე პატარა ვიყავი ეს კადრები მახსოვს, სულად რო ხდება დაკვირისას და ფაქტობრივად სცენიდან გავიდა, მაგრამ ანუ სცენაზევე მოხდა მის სულად გახტომა და შემდგომ გარდაიცვალა. ძალიან დიდი პოპულარობა ხვდა წილა ცხოვრებაში ბატონ გოგი ცაბაძეს, ესე იგი თბილისობა არ ჩავლიდა მახსოვს ასევე ჩემი ბავშვობის კადრები, კინოთეატრი, ძალიან დიდია, ესე იგი ამპლიტუდა მისი რეპერტუარისა და ახლა გვინდა მოვისმინოთ ბატონო დავით, ვინც ვერ დაესწრო ამ კონცერტს, რას გვთავაზობ თქვენ. ცხადია იქნება განახლებული ვერსიები, იმიტომ რომ სადაც დავით მაზანაშვილი არ შეიძლება რამე სტანდარტული იყო და ძველი ვერსია იყოს. მოდით მოგვიყევით ერთგვარი წარმოდგენა შეგვიქმნით, თუ რას მოიცავს და თავიდან მე როგორც ვიცი, არ იყო გათვლილი რომ ეს რაღაცა კიდე გამეორდებოდა, მაგრამ ალბათ ისეთი იყო მოთხოვნა რომ მოგიწიათ გამეორება. და მაგშვიდ კიდე გაიმეორებთ. კი ბატონო, მადლობა რომ დაგვიწმენთ ეთერი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გამოვიდა და ამას ფესტივალის სახე მიეცა და აი თქვენ თქვით რომ 24 აგვისტოს დაიბადა და სიმბოლური იყო ეს და დავამთხვიეთ ჩვენ ძალიან ვეცადეთ რომ რადგანაც 24 აგვისტოს დაიბადა ბათუმში გავხსენით ეს გოგი ცაბაძის ფესტივალი და პირველი კონცერტი 24-ში გავაკეთეთ ბათუმში და აი შემდეგ 18 სექტემბერს უკვე დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისში გავაკეთეთ კონცერტი. შემდეგ ქუთაისშიც იყო ერთი კონცერტი. აბსოლუტურად სხვა პროგრამებით. მაგრამ თბილისში რო გავაკეთეთ ეს კონცერტი, ერთ კვირაში გაიყიდა ბილეთები და ძალიან მივხვდით რომ ბევრს დაწყდა გული და სულ ფიქრობდით როგორ გაგვემეორებინა და ამისთვის მე მადლობა მინდა მონოხოლი ჯგუფს პარკს დიდი მადლობა უთხრა ამ კერძო კომპანიას რომელმაც ითავა დაგვიდგა გვერდზე და აკეთებს ამის ორგანიზებას და იმართება ეს კონცერტები 7 და 8 თებერვალს და იცით ძალიან ხაი თიკოც იტყვის ძალიან გრანდიოზული გამოგვივიდა იმიტომ რომ ბევრი მსახიობი მონაწილეობს აქედან გამომდინარე რომ ამ პროექტს ხო ჩვენი ნიკოლოზ ცულუკიძე რომელიც სცენარის ავტორია იდეა იყო ეგეთი რომ დარქმეოდა ამ კონცერტს გოგი ცაბაძე კინოსა და თეატრში. და ეს სახელწოდება უკვე იმას ამბობს რომ აქ არიან მსახიობები, არიან მოცეკვავეები, გუნდი, გორის ქალთა გუნდი და 100 მონაწილით წავსდექით და ძალიან მასშტაბურია. ძალიან მასშტაბურია და მოკლედ ამერ ვათენე დამდენი ხანი ვიმუშავეთ ჩვენ ერთად და რა ვიცი. ნახოთ მაყურებელმა შეაფასოს. მაყურებელმა რო შეაფასა, ამაზე მეტყველებს რომ კიდე მოითხოვეს, სანამ თიკოსთან გადავალოთ, თიკო მოგვიყვება უკვე რეჟისორის ამ ნაწილს, მე ჩამოვთვლი მონაწილეებს იმისთვის რომ წარმოდგენა შეიქმნას ჩვენ მსმენელს თუ რაზე იქნება საუბარი, როგორც უკვე ვახსენე, დავით მაზანაშვილი ბრძანდება სამხატვრო ხელმძღვანელი, მუსიკალური, სრულად მუსიკა და ეს ნაწილი თქვენია, სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი ნიკოლოზ ცულუკიძე, რეჟისორი თინათინ კორდაძე, მხატვარი საფო ბასიაშვილი, აკომპანიმენტი დავით მაზანაშვილის ბენდი და საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი. მონაწილეობენ აი რა როგორი სახელები იქნება მურმან ჯინორია ედო ჩეკვიშვილი რომელიც სპეციალურად ჩამოვა ახლა ამისთვის ნანული სარადაშვილი ნიკო ნანაკაშვილი ეკა მამალაძე მაია ჯაბუა თამარ გვერდწითელი ნიკა სეპისკვერაძე აჩკო სოლოღაშვილი აჩკო გოგიტიძე ოთარ ჯორჯიკია მარიკო ებრალიძე სოფო ხალვაში დუეტი ჯორჯია ალილო თეატრალური კვარტეტი ფორტე გორის ქალთა გუნდი და მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორია ნუ არ ვიცი სათითაო ცალცალკე ვინ ჩამოვთვალეთ მათ სახამოებს და ძალიან დიდი სიამოვნება იქნებოდა და ერთად შეკრიბეთ ახლა ბატონმა დავითმა აღნიშნა თიკო და
ხვდებით ხო რომ როცა ჩვენ რამდენიმე ესეთი ცნობილი სახეობები ჩამოთვალეთ მომღერლების გვერდზე გასაგები რო აქვს მარტო კონცერტი უბრალოდ მივედით და გამოჩენილი შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის მიერ დაწერილი შესანიშნავი მაესტროს გაორკესტრებული მუსიკა მოვისმენთ თავისთავად სიამოვნება იქნებოდა მაგრამ რაღაც თეატრალიზებულთა უნდა გქონდეს საქმე. ვინაიდან შენც მიწვეული ხარ როგორც რეჟისორი და თან ასე ქვია თეატრსა და კინოში. რას გვთავაზობთ როგორი იყო იდეა ალბათ თავიდან შეიკრიბეთ და აი მიმართულება საით წავიდა. კი ბატონო, მოგესალმები კიდევ ერთხელ ჩემს მენელს მივესალმები და მე მინდა პირველად დავიწყო ამ იდეით, სადაც გაჩნდა ეს მაესტროსთან დათო მაზანაშვილთან ეს ძალიან ცნობილი და ძალიან კარგი გენიალური მუსიკა, როდესაც ჩვენ ანუ დაუკავშირდით ერთმანეთს, მისი იდეა იყო ბუნებრივია ეს და როდესაც მოვისმინე გოგი ცაბაძის ძალიან ცნობილი მუსიკა, ძალიან ახლებურად კახა. აი ვერ წარმოიდგენ, აი ესე გაცოცხლებული, გათანამედროვებული, აი ყურისთვის მოსასმენი ეს მხოლოდ მაესტროს ბრალია, ესე მიწვი დამსახურებაა და აქედან წამოვიდა ის, რომ გაკეთებულიყო აი ეს მართლა კონცეფცია ჩაიდო ის, რომ აი ეს გოგი ცაბაძე გაგვეცოცხლებინა ამ ძველ თბილისში, ძველ ქალაქში, სადაც აი არ ვიცი გმირები აი ეს კინოსა და თეატრის პერსონაჟები გაცოცხლებულიყვნენ და აი ეს რაღაცნაირად ეს ამბავი მეცაც ვიტყვი რა ეს რაღაცა მიუზიკლის ელემენტებიც გაჩნდა იქ აი რაღაცა რამოდენიმე ნომერი არის გათამაშება ხდება ჩვეულებრივად ეს არ არის ჩვეულებრივი პრინციპით აწყობილი კონცერტი გამოვიდა გამოაცხადა ვიღაცამ კონფერენციამ გამოაცხადა შემდეგი გამოსველი ეს არის აი შენ თეატრალი კაცი ხარ და რეპლიკაზე აწყობილი კონცერტია აბსოლუტურად რეპლიკაზე ეს არის და რეპლიკაზე მუსიკალურ ბგერაზე ანუ იქ ყველაფერი არის ფრაზაც არის მურმანჯინორი ახსენე ლექსიც არის ანუ ყველაფერი აი ამის სინთეზი არის და მე ჩემთან გაჩნდა ეს როდესაც მოვისმინე მე ბატონ დავითისგან აი ეს მისი ვერსიები ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ითქვას და იქ არ შემილა გულგრილად ჩაუარო აი მურო გაგოშიძე ახსენე და აბსოლუტურად აი დათო თვითონ იტყვის მაგრამ მე მინდა რომ ვთქვა რომ იქ გაჩნდა დაიბადა აი საოცარი ნომერი არ ვიცი, აი ნომერიც საცოდაობა. ხო შეიქმნა მისთვის და დათომ თქვა რომ მეო ესო გავაკეთეო ამის და მოგვასმენინა და იცი რა ქონდა, ვაიმე რა კარგია კი არა. აი ესე ლუფტი ქონდა პაუზა ყველას რომ აი ცოტა გავჩერდით და მივხვდით რომ რაღაცა ახალი გენიალური ამბავი იქმნებოდა, რაზეც შემდეგ აი გაკეთდა ცეკვა. რაზეც მურო გაგოშიძემ თავის სტუდიის ბავშვებთან ერთად შექმნა არაჩვეულებრივი ცეკვა. არ ვიცი გიორგი შენგელაიას რო ყოფილიყო სოცხალი ფიქრებდა რომ აი ეს იმ რაღაცა აი ეს გამორჩა როგორ დააყდა ვერესობის მელოდიებს დათომ აი ეს რაღაცნაირად აი ასეთი ბევრი ახლა მე წინასწარ არ მინდა ასე ვთქვათ ჟარგონს ვიხმარ უკაცრავად დაგასპოილეროთ მობრძანდით და ნახეთ იმიტომ რომ აი ასეთი პალიტრა და სხვათა შორის ძალიან ფართო ამ ჩვენს ასე ვთქვათ სპექტაკლ კონცერტში სანახაობაში. ბატონ დავით, ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ გოგი ცაბაძის სიმღერები ყველა მეცის, ყველა სიმღერები ყველას უყვარს და მრავალმხრივია, ხო, საესტრადო სიმღერები იქნება თეატრი კინო. მაგრამ ცხადია, ჩვენ ალბათ ახალ ვერსიებს ველოდები და შეუძლებელია ესეც იყოს, ამის გარეშე იყოს და თიკო მაგნიშნა. აი ვერსიები, რომელსაც თქვენ შემოგთავაზებთ, როგორი მუშაობთ ამაზე, ცხადია ჯობია მოისმინონ, თუ იყოს სპეციალურად რომელი მომღერლისთვის და ბუნებრივია, ავტორი არ დაიკარგება დარწმუნებული ვარ, მაგრამ რაღაც სიახლე იქნება. ამის გარეშე შეუძლებელია ალბათ როცა საიუბილეო კონცერტს აკეთებ ახალი ვერსიები არ გაჩერდეს. რა თქმა უნდა, მადლობა თიკო, ნუ თიკომ არაჩვეულებრივად იმუშავა და ისეთი სამუშაო დადო, რომ არ ვიცი, მე ჩვენ ამას ვერ მოვერეოდით. აქ ჩვენ მე და ნიკოლოზი როცა შევხვდით პირველად, მაშინ ვთქვით, რომ აქ საჭიროა რეჟისორი, იმიტომ რომ ეს არის თეატრალიზებული საღამო და ჩვენ ამას ვერ გაუძღებოდით. თიკომ ისე მაგრა შეკრა ეს და ისე გააკეთა და ისე მისცა
აი თეატრიც არ არის, მაგრამ თეატრია, კონცერტი არის და კონცერტი არ არის. ანუ რაღაცა არ ვიცი ამას რა დავარქვა, მაგრამ მიუზიკლის ელემენტების ყველაფერი სანახაობაა, ხო, ერთი საიუბილეო დიდი, რაც ეკადრებოდა ალბათ ბატონ გოგის. შეიძლება უფრო მეტიც ეკადრებოდა, ეხლა არ ვიცი, ეს მაგურებულმა შეაფასოს, ჩვენ გულწრფელად ვიმუშავეთ, რომ ეს კარგი გამოსულიყო. ეხლა ერთი პატარა ისტორია უნდა მოვყვე այդ ცეკვაზე, რადგანაც ითქვა, ეს იდეა, უნდა ვთქვა სიმართლე, ეკუთვნის თვითონ რომ იდეა ის რომ მომიყვა ნიკოლოზ წულუკიძემ, პირველად მე და ნიკოლოზი შევიკრიბეთ მარტო და უთხარი რომ აი მინდა გავაკეთო ასეთი სიმღერა. შენ იციო ვერისუბნის მელოდიებიო, რა სცენარით გადაიღო გიორგი შენგელაიო, არ ვიცოდი. ადრე თამარ და ნინო რამიშვილი და დები თუმე მართლა შეუგროვებიათ ქალაქის თავკაცებს ფული და კანცლერს ამას წინათ მოვისმენი მე ეს ამბავი და მივხვდი რომ ამაზეა ეს სცენარი და უსახსრობის გამო ნინო რამიშვილს ემუქრებოდა რომ ვერებლი და ცეკვა წარმოიდგინეთ და ეს ამხელა მე ანსამბლი ჩამდა ეს მომიყვა და გაჩერდა ესე იგი რას მეუბნები შენ მეთქი რომ აქ უნდა იყოს ცეკვა ესე იგი სუხიშვილები უნდა გამოჩნდნენ აბარაო მეუბნება და ახლა მეოთხარი აბარაკი მარა ქართულ დოზე გოგიც აბაძეს მუსიკა როგორ წავიდა მე ჩავარდი სამყარო პირველად შემეშინდა ცხოვრებაში ნესართ არ ვიცი ნერვიულობა რა ვიცი ეს კაიათო წუდია ყოველთვის ბედნიერი ვარ სცენაზე ხომ და აი არ მინერვიულია ცხოვრებაში ასე რომ ჩავარდი რაღაც საგონებელში რომ ეხლა რა გავაკეთო კაცო მინდა რომ გოგიც აბაძე ხა ხო ყველამ ვიცით ხო არაჩვეულებრივი მუსიკი და უცებ როგორ წარმოგიდგენია ეხლა ქართული და დოლიცო და აბარა და შენ მაგას იზაო და წავიდა აი მართლა გავათენე ის ღამე და რომ არ ვიყავი დარწმუნებული რას ვაკეთებდი პირველი რამოდენიმე ტაქტი რო დავწერე WhatsApp-ით ჩაუგდე ნიკოლოს ამე იმას ზარძინოს მეუბნება იდეალურია გააგზელე ნუ ეხა ალბათ გულს მიკეთებს რა მე მაინც გავაგზელე ხო мотивация მომცა ძალიან მაგარი მე მოვიდა თიკოს მოვასმენე ნუ ყველა მეუბნება რომ ძალიან მაგარია ნუ რა თანცაბაძია და თანის არის თანცაბაძია თან მაზანა ვერცოტა ხო მე კონცერტზე გამოაცხადა რა ცაბაძე მაზანაშვილისა თუ რაღაცა ნიკოლოზმა იცის ხოლმე გაფორმება და მართლაც რაღაცა სხვა მივიღეთ მე გაჩნდა იდეა რომ ეხა თამრიგო გვერდწითელი ვახსენეთ თამრიგო გვერდწითელისთვის სპეციალურადაა გოგი ცაბაძეს დაწერილი სიმღერა სიყვარული დაფრინა კი ბატონო აღმოჩნდა ესე ხო ძალიან სიმბოლური იყო როგორ არ უნდა ყოფილიყო ქალბატონი თამარი ხო იმღერა კიდევ მეორე სიმღერა იქიდან გამომდინარე რომ ქალბატონი ნანის ლეგენდარული ჩემი უსაყვარლესი მომღერალი რომელიც უკვე ნუ ასაკიდან გამომდინარე სცენაზე მას უჭირს დგომა რაღაცა და იქ რა თქმა უნდა ესწრებოდა და იქ რა თქმა უნდა ეკაცარი მამალაძე ამიტომ ვიფიქრეთ ხა ვინ თუ არა ქალბატონმა თამარ გვერდწითელმა უნდა შეასრულოს ვარდოს სიმღერა ესეც მოცეკვავების თანხლებით თეატრალიზებული და აი ესე წავედით რა და იქ გორის გუნდი ჩაერთო კაპელაში გორის გუნდმა მე იქ მთელი ამბავ რაღაცა ნუ თიკომ დაუდგა და მოკლედ მივიღეთ ამ ხუმრობაში სპექტაკლი და რო გავმართეთ 18 სექტემბერს უკვე მივხვდი აი კონცერტი რო ხეცი რო დამთავრდება წარმოდგენა და ამ ტას რო უყურებ უკვე მივხვდი რომ რაღაცა გაგვიკეთებია ეთყობა მეთქინა და იქიდან ვფიქრობ მაგრამ მეტი ოცნება მაქვს მე ახლა ხო იცი მანდა ჭამაში მოდის ამბავია მე ვთქვი ამას წინათ ვიყავი იმედის ეთერში და ვთქვი გავაჟღერებ პირველად ახლა რადიოში პირველად ვაჟღერებ მინდა რომ ეს გავიტანოთ საზღვრების გარეთ და მთელმა მსოფლიომ ნახოს ეს იუბილეი. იმიტომ რომ ამას გულისხმობთ ალბათ. ეს თანავარსკვლავედი ეს არ უნდა დაიკარგოს, ესე მგონია. იმიტომ არა რომ ჩვენ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ძალიან გენიალურია გოგი წაბაძე. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს მიუზიკლი რომელიც დიდი დოზით გაჟღერდება ჩვენთან და კიდე სხვა ფილმებიდან და დავიწყებთ თქვათ ხო ხა ნანახი აქ ხალხს და ერთ და იგივე ხალხი ყიდულობს მე მგონი უმეტესად ბილეთებს ისე აინტერესებს. ვითი ხსნით ხო ჯერ დაიხოსდნენ მე იქოცნე მონანჯინურია თავისი მაშიკო აი არაჩვეულებრივი მუსიკა მე ვთვლი რომ ეს სოფლიომ უნდა ნახოს 70-იან წლებში ყველა ვერ წერდა ესეთ მუსიკას და ესეთ მიუზიკს და რატომ არ უნდა ნახოს სოფლიომ ეს ჩვენი ლეგენდარული კი ბატონო დავით ეხა კარგი რა მახსენეთ რომ ყველა ვერ წერდა ესეთ მუსიკას თეატრსა და კინოში ეხლა ვინც გვისმენს შეიძლება არა პროფესიონალი მეც მათ რიცხვი ვარ უბრალოდ ცოტა უფრო ახლო შეხება მაქვს თეატრთან და კინოსთან შეიძლება ფიქრობდეს რომ ეხლა მუსიკას თუ დაწერ ყველაფრის თქვენ ბრძანდებით მუსიკოსი კომპოზიტორი მაესტრო თულია თუ არა რომ შეიძლება შესანიშნავად მუშაობდეს შენ ჟანრში და უშუალოდ საერთოდ კლასიკურ მუსიკაში მაგრამ აბსოლუტურად სხვა სპეციფიკაა თეატრის კინოს მუსიკა ის განცდა ის ხა ესე იგი განწყობა სცენარის მოარგო
ეს ალბათ სხვა მიმართულება, რაც გადასარევად ახერხებდა ბატონი გოგი და ბატონი გედა სხვები, ჩვენ დღეს ბატონ გოგიდებ საუბრობთ, ხო? იმიტომ რომ კიდევ ალბათ რამდენჯერმე მომიტევს ამის გამეორება დღეს, რომ ძალიან რთულია ბატონი გოგის შემოქმედებაში გამოარჩიო თეატრი, კინო, ესტრადა, ყველგან ესეთი გადასარევია და სახალხო. ეს კიდე ცალკე ნიჭი ალბათ, ხო? ალბათ. არა, ეხა აი მე მაინც რა ვქნა, ეხა თუ მე მკითხავ ბავშვებიდან მიყვარდა ეს კაცი რა. ნუ ჩემი ისტორიები მაკავშირებს, მან 5 წუთით ისე დამეხმარა, მე რო დღეს რამეს წარმოვადგენ გოგიცაბაც დამსახურება. ჩემ კონცერტს დაესწრო 10 წლის ვიყავი და თავისი რეკომენდაციით სულ ცნობი ადამი ბავშვი ვიყავი, თავისი რეკომენდაციით მერი დავითაშვილს დაურეკა და თხოვა რომ ეს ბავშვი უნდა აიყვანო მოსწავლედ და იქიდან დაიწყო ამ კორიფეებთან და მივედი ბიძინა კვერნაძემ და ქალბატონმა მერიმ გადამილოცა და ასე შემდეგ. აი ერთ 5 წუთში ამ ადამიანმა ისეთი კარიერა ამიწყო, სულ არ მიცნობდა, ესეთი თბილი ადამიანი იყო და არ ვიცი, ამიტომ მიყვარს გამორჩეულად თუ რა მაკავშირებს, ვერ ხსნი ამას, მაგრამ გამორჩეულად მიყვარს მე ეს კომპოზიტორი. ქართველ ნუ მიწყენს, ნუ რა. ხომ აქ უფლება რომ აბსოლუტურად. ყველა დიდია, მაგრამ მიყვარდეს, მე ხომ არ მომბო ვინმეზე დიდია პატარა, მიყვარს ეს ადამიანი გამორჩეულად. ატვისემ ძალიან დებს. და აიქიდან გამომდინარე მე ვთვლი რომ მე მაინც გონია რომ ეს არის ღმერთისგან ბოძებული ნიჭი. ის 5 წუთში მე კახაცაბაძესგან ვიცი და მადლობა მინდა კახაცაბაძეს და ოჯახს გადაუხადონ დობისთვის და გვერდზე დგომისთვის და კახასგან ვიცი რომ 5 წუთში წერდა სიმღერას. და რამოდენიმე დღეში დაწერა ყველა ის მუსიკა თუ სიმღერა ვერისუბნის მელოდია. აი ეს შესანიშნავია. ეს აქ შრომა არაფერს შუაში არ არის. ეს არის ნიჭი რომელიც არ გასვენებს და წერ. მე აი როგორც ხატრობას ვერ ისწავლე, ისე კომპოზიტორობას ვერ ისწავლე. ის დამეცახე ეს ან გაქვს ან არა. ან გაქვს ან არა, ხა როგორ უნდა ისწავლო მუსიკის დაწერა. ძალიან მინდა 45 წელია, მაგრამ ვერ შვები. შეუძლია ერთ ხატვას ვერ ისწავლე, თუ ნიჭი არ აგავს ეხლა. ვერაფრით ვერ შვები. აი ესეა ესეც. ცელობას არ ვაკლებ. ეს ადამიანი ამისთვის არის ყოფილა დაბადებული და აი მინდა რომ ეს თონემ სოფლიომ ნახოს, რა ვიცი, სურვილი. გადასარევიდია. თიკო, ნიკოლოზი ვახსენეთ, სცენარის ავტორი და წამყვანი. ნუ ცხადია მისი ფუნქცია მთხრობელობა, რომელიც გადასარევად გამოდის. კარგად არის გადანაწილებული თქვენთან ფუნქციები. ვინაიდან ახლა ჩვენ ნიკოლოზი არ ყავს, გითხარით ნიკოლოზის ჩართულობა იქნება რადოზით, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით რომ სტანდარტული კონცერტი არ იქნება რომ კონფერენცია გამოვიდა, წარადგინა რაღაცა, გააკეთა ამბავი მოყვა და მომღერალმა იმღერა, თქვი რომ ყველაფერი რეპლიკაზე, ანუ სპექტაკლის სახით მიცემული. ჩვენ მანამდე ვნახეთ არაჩვეულებრივი წარმოდგენა ნიკოლოზის თეატრის ამბავზე. აქაც იქნება, ნუ ალბათ ბატონი გოგის ცხოვრებიდან თუ იმ ფილმებიდან თეატრი, სპექტაკლებიდან ამბები, აი ყველაფერი არ ვთქვათ, მაგრამ ნიკოლოზის თხრობელობითი ნაწილი როგორ არის ჩასმული თქვენს პროექტში და მოდი ვთქვათ სპექტაკლში. აი მოდი მე მაშინ ესე გადავანაწილებ ისტორიებს ყვება ნიკოლოზი და მე ხდება გათამაშება გამღერება. მუსიკას ყვება დავით მაზანაშვილი. და აი ამათი ხიდებით დაკავშირება, ანუ შერწყმა ხდება სცენაზე და ეს ქმნის აი იმ სანახაობას, რაც მაყურებელმა ნახა. ნიკოლოზი თავისი მოკარგული ენით, ჩემზე კარგად სიტყვა ქარგულით ძალიან კარგად აი რაღაც შერწყმა ამ ამბავს და ამბებს ყვება კი ბატონ გოგიზე რაღაც ისეთ ამბებს, რომელიც ხალხისთვის არ არის. აი ეს უნდა მეთქვა ამას არის ნიკოლოზის ბოლო პერიოდში ეს ჩვენ რატომაც მოგწონს და ყველა ველოდებით ინტერესით, როცა მან დაიწყო ეს ძალიან კარგი პროექტები სხვა თემაზე, ხო? გარდა იმისა, რომ ერთი სიამოვნება მისი მოსმენა არის ხოლმე ინტერესი, რომ რაღაც ისეც ერთსა რამდენიმეს გვეტყვის, რაც შეიძლება არ ვიცოდეთ. აქაც შეიძლება ესეთი ამბები ისტორიები მოვისმინოთ? აქაც შეიძლება ეგეთი ისტორიები მოისმინოთ. ხა ბევრი და ისე აქ კარგად მარგალიტებად გვაქვს ჩასმული და წინასწარ. მოგნეული. ნუ და ერთადერთი ის არის, რომ აი არ ვიცი ხა ის რამდენად უნდა თქვა, აი დაიწყე და თუ არ თქვა გაგაჩერე. და რო იწყება ჩვენი სპექტაკლი, ასე ვთქვათ, ნიკოლოზი შეგვიძღვება ამ ამბავში რა. აი ჩირაღდნით გაგვინათებს ამ. ახერე მოგიფიქრებიათ. ახერე ხო, რაღაცა რომელიც მერე უკვე რაღაც ესტაფეტასავით გადადის და მუსიკასა და აი ამბებში, ასე ვთქვათ, სტორებში თვითონ უყვარს ხოლმე ეს სიტყვა. გამოგზაურე. კი ბატონო. მაგრამ უკვე მენატრება, აი ისეთ სასიამოვნო იყო ეს მუშაობა, ჩემ პატარა ოთახში რომ ვიჯექით სამვიო და გამიებს ვატენებ და არამე გამოვალ, არა ესე თქვა და ისე და მაგრამ ნიკოლოზმა მართლა მოკარგა. იცი და თუ ჯერ ხო გამომართვა რეპერტუარი, რომ ყველა სიმღერის დაწერის პროცესი, ყველაფერი შეისწავლა დღეები იჯდა იქ ოჯახში, კახასთან იქ ყველა
ხუთი როგორი კირკიტაა რა და ბევრი ისეთი რამე აღმოაჩინა რომ ვერსიებში ახასაც მოუყვა აქეთ გახამ რაც არის ახამაც ბევრი რამე არ იცოდა გააგო მამამ გამიზი ამბები მოკლედ ისეთები გააცოცხალო ეს მეც და თიკოსა ძალიან დაგვეხმარა შეიძლება გოგი რო ცოცხალი ყოფილიყო მოეყო გოგიზე ამბები ისეთი გოგი მარიცოდა გოგი მარიცოდა ხო ნუ და რაღაც ამ კამათში და აი ძალიან ეხა მენატრება უკვე ეს მომზადების პროცესი ამისთვის არის ერთი ამბავი მე გირჩევთ სასწრაფოდ დაიწყეთ რამე სხვა პროექტზე მუშაობა და განაახლეთ ეს ციებცხელება არა მართლა შეიძლება იცი რა ნახე ეხა ნახევრად ხომრობით თუ შეიძლება ჯერ ცხადია ჩვენ ამ კონცერტზე და ამ მუსიკაზე გვაქვს ლაპარაკი რომელიც ასევე მეც ვფიქრობ რომ უნდა ნახოს ბევრმა მათ შორის არ ამროთ საქართველოში მაგრამ როცა ასე გაამართლებს პროექტი რომელიც კონკრეტულ კომპოზიტორზეა საბედნიეროდ ჩვენს ქალაქ ჩვენს ქვეყანაში ჩვენს წარსულში ძალიან ბევრი მუსიკოსი და კომპოზიტორი ობის სიმღერები ძალიან უყვარს მენელს და რა ვიცი მე ვისურვებდი რომ თქვენ კიდევ ბევრი პროექტი გაიკეთებინოთ სხვა კომპოზიტორებს და შეიძლება ამაზე ფიქრობთ კიდეც ამაზე თუ ვიფიქრებთ მე სხვა გადაცემა დავუთმოთ ამ ახალ დავუბრუნდეთ გოგი ცაბაძის ამ სანახაობა მუსიკალი პროგრამა რაღაც პროექტი ესე დავარქვათ რომელსაც 7,000 მაყურებელი იხილავს ვიცი რომ საოცარი მოთხოვნა იყო ბილეთებზე და ანტიკუნდად არის დარჩენილი თუ არის არ ვიცი მაგრამ აი ისე მუსიკალურ ნაწილს დავუბრუნდით იმიტომ რომ მაინც ჩვენ ალბათ თიკო არ მიწყეს არც ნიკა როცა ჩვენ კომპოზიტორზე ვლაპარაკობთ თავარი მუსიკა და მერია ეს ყველაფერი ხო დანარჩენი ჩვენმა პედაგოგმა როგორ იცოდა გარნირია გარნირი და აი ეს თავარი ამბავი მუსიკა აქ იქნება თავარი გოგი ცაბაძე რომელიც დარწმუნებული ვარ მოსული მაყურებლის მენელის 99%-მა იცის, ან თუ ისეთები არიან ახალგაზრდები, ვინც შეიძლება პირველ თესლი რომ მინიმუმ გაუგია. მაგრამ აი ბატონო დავით, თქვენ თქვით რომ თქვენი პირადი ძალიან დიდი სიყვარული გაქვთ ამ კომპოზიტორის, იმიტომ რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ახლა კიდევ ერთხელ შეეხეთ მუსიკას, როცა პროექტზე მუშაობთ. რა არის გოგი ცაბაძის ის გამორჩეული ნიშა? რითაც მან მოახერხა და სხვა ასევე უნიჭიერეს მუსიკოსებს შორის მის თანამედროვეები ცოტა ადრე ცოტა მერე მან დაიმკვიდრა თავის ადგილი მყარად ისე რომ ამდენი წლის მერე მაინც გვიყვარს მაინც სიამოვნებს და მაინც უსმენს რა არის თქვენთვის გოგი ცაბაძის ეს ნაწილი აი ჩემთვის ძალიან მარტივად ასახსნელია მაგრამ ყველამ რო გაიგოს არა მუსიკოსებმა არ მიწყენენ ხო მე ხა მაგალითად სხვა პროფესიებში ვერ ვერკვევი და ექიმს რო ველაპარაკები ყოველთვის თხოვ ხოლმე რომ გასაგებ ენაზე მითხარი კაცო არ ვიცი მე შეინტერესებს ამიტომ მეც ხა გასაგებ ენაზე ყველა არა მუსიკოსმაც რომ გაიგოს ვიტყვი ამ ადამიანს ჰქონდა საოცარი ნიჭი რომ დაეწერა საოცრად მელოდიური ეს იქნებოდა ნაწარმოები თუ მუსიკა თუ სიმღერა აი ისევე როგორც მე არ შემეშინდება თქვა როგორც მოცარტი იყო გამორჩეული ხო კლასიკაში რომ კარგავდა 4 ტაქტისეც დაწერდა რომ მთელი გერმანია და ავსტრია მღეროდა ხო ასე გააკეთა ამ კაცმა რომ ისეთ სიმღერას წერდა რომ მთელი ქალაქი მთელი საქართველო ყველა მღეროდა ვითომ მარტივია ხო მაგრამ ურთულესია ამას დიდი ნიჭი ჭირდება აი ეს იყო მისი გამორჩეულობა საოცარ ისეთ მელოდიას დაწერდა შეიძლება ჩემო თბილისის ქალაქო არ იმღერო აბა აი ნიხდით ხურასო ან თვარეზე სიმღერა იმღერო კი არა როგორ არის იცი აი მე ქება გემახსოვდება ნახე ერთი რომ შეიძლება წაიმღერო და აყევო მაგრამ გაყვება გემღერება ეს იყო მისი გენიალურობა კარგავდა ამ მელოდიას მორჩა და გათავდა და ამიტომაც იყო და თან სიმრავლე ეს ხო არ იყო 1 და 2 აბა ჯერ მარტო ვერისუბნის მელოდია ო რამდენი ერთი მეორეზე უკეთესი შედევრი პირველი ქართული მიუზიკლი აბსოლუტურად ამამა თქვა ევროპის და მსოფლიოს და გიორგი ცაბოდის გადასარევი ტანდემი არაჩვეულებრივი თქმა უნდა და მაგრამ ძალიან რთულია რომ მოკიდო ასეთ კომპოზიტორს ხელი და აკეთო ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა არ ვიცი რამ გამაბედინა მაგრამ დავბედეთ რა ცხადია ესწრებოდა პირველივეს ალბათ კახა და ოჯახის წევრები ნუ ყოველთვის კარგია როცა შენ შოუბილ შენ ოჯახის რაფასებენ მაგრამ თავად კახავდანდი მუსიკოს კომპოზიტორი როგორი იყო მათ შეფასება მათი ემოციები ალბათ ის არ დამავიწყდეს მინდა რომ ჩემი პროექტის თანაავტორი და პროექტის მენეჯერი ანკა სალუქაძეს და მის არაჩვეულებრივ გულს დიდი მადლობა გადაუხადო კახა სხვათა შორის ყველა კონცერტში მღეროდა თვითონ და ეხლა გაგვიცხადა უარი აი უნდა ვთქვა რომ აღარ ვიმღერებ
აქედანაც უნდა ვთქო, მაყურებელის დამეხმაროს. მე ვთვლი რომ უნდა იმღეროს მან. არაჩვეულებრივ თავის სიმღერას უძღვნიდა მამას. ხო, საჩუქარი. საჩუქარი კონცერტები და ახლა შვიდში დარბაზში აღარ შვება. ხო და მე ძალიან მინდა ვთხოვო აქედან უნდა დამეხმაროს უყურლა რომ უნდა ვთხოვო, იმიტომ რომ მაყურებელმა ისე მიიღო ეს ისეთი სიტფოთი ხდებოდა ეს ყველაფერი რომ არ ვიცი ალბათ კახა ნერვიულობს ძალიან, იმიტომ რომ ისი მამისი უბილია და მინდაო დარბაზიდან ეტყელბაიც რაღაცაო ნახო და აი მე აქედან მოუწოდებ რომ ძალიან მინდა ალბათ დავითანხმებ და მაყურებელს სურპრიზად დარჩება და მაინც იმღერებს ბატონი კახა და რა ვიცი მე მგონი კმაყოფილი დარჩა ოჯახი მე როგორც ვიცი და დარწმუნებული ვარ ასე იქნებოდა. ესე იგი ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ მეორე ბლოკში ისევ ბატონ გოგიძე საუბარს და ამ პროექტზე საუბარს. სულ რამდენიმე წუთით დავუთმობთ ჩვენ საინფორმაციო ძროს და მაყურებელს ჩვენს მენელს ვეთქვი რომ ჩვენი სტუმრები ბრძანდებიან მაესტრო დავით მაზანაშვილი და მსახიობი და რეჟისორი თინათინ კაურდაძე და ვინც ახლა შემოგვიერთით ან თავიდან არ გვისმენთ გეთქვით რომ ჩვენ ვსაუბრობთ პროექტზე გოგით საბაძე თეატრსა და კინოში და 7 თებერვალს განმეორებით გაიმართება ეს არაჩვეულებრივი მუსიკალური პროექტის ანახაობა ფილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და სწორედ ამ თემაზე საუბრობთ და დაგებრუნდებით სულ მალე და განვაგრძობთ მეორე ბლოკში საუბარს ამ პროექტზე დაგველოდეთ.